მოგესალმებით. დღევანდელი თემა არის ახალგაზრდების და სტარტაპების გარშემო და მე ვეცდები რომ რაღაცნაირად ეს ორი თემა გავაერთიანო და რა თქმა უნდა ევროკავშირის თემის გარშემოც ვისაუბროთ. როდესაც ახალგაზრდებს ხვდები ხოლმე ერთ-ერთი პირველი რასაც მათ რაშიც ვეხმარები არის ის რომ გააყონ ერთმანეთისგან რა უნდათ და რა არ უნდათ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდნენ საკუთარი მიზნები და ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ როდესაც არ იცი შენი მიზანი, ყველა გზა არის გზა. მაგრამ როდესაც იცი სად მიდიხარ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ის გზა, რომელიც მიგიყვანს ტაძრისკენ, ხო? მაგრამ იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ, რა გვინდა და რა არ გვინდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონტრასტი, რომ გადამეხედა ჩემი ცხოვრებისთვის და შემეფასებინა უბრალოდ ფაქტობრივ მოცემულობაშიც როგორი იყო ის და ალტერნატიულად შემეხედა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის. ამიტომ მოკლე პატარა ექსკურსი გავაკეთოთ ჩემი ცხოვრების. არც ისე პატარა ვიყავი, როდესაც გავიაზრე, რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე 1999 წელს. არ მქონდა ამის შეგრძნება, როდესაც აზროვნება დავიწყე, მე მქონდა იმის შეგრძნება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს შვილი ვიყავი, მაგრამ რაღაც ასაკში მივხვდი, რომ არა, მე ვიყავი 1990 წელს დაბადებული გიორგი ჩუგოშვილი, საბჭოთა კავშირში დაბადებული. ეს იყო ჩემთვის რაღაცნაირი სურპრიზი, მაგრამ როდესაც ბაღში წავედი, მე უკვე ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე გიორგი ჩუგოშვილი. მაგრამ ეგ იყო პრობლემა იყო ქუჩაში. ქუჩაში პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მეზობლიდან გამომდინარე, ერთმანეთს ესროდა ქუჩებში. როდესაც სკოლაში წავედი, ერთმანეთს აღარ ვესროდით, მაგრამ არ იყო დენი, არ იყო წყალი, არ იყო გაზი და სკოლის ერთ-ერთი გაკვეთილი იყო შეშის ჩეხვა, რომ გავთვარიყავით, ხო? მე გავხდი 10 წლის, როდესაც იყო 1999 წელი და შავ-თეთრ ტელევიზორში ვნახე ფრაზა, რომ მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი და რაღაცნაირად ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო მანამდე, როცა არ ვიცოდი ვინ ვიყავი და მე რაღაცნაირად, როდესაც ჩემი თავის იდენტიფიცირება დავიწყე ევროპელობასთან. მე წავედი უნივერსიტეტში და სულ მალე რუსეთი ბომბავდა ჩვენ ქვეყანას. უნივერსიტეტი 2012 წელს დავამთავრე. მე გავაკეთე პირველი კომპანია, Faberi დავიწყეთ და სულ მალე დაიწყო პანდემია. პანდემია გადავაგორეთ და 2021 წელს ბოლოს Faberi გავუშვით უკრაინაში, რომ ქართული ტექნოლოგია გაგვეტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. და ერთ თვეში რუსეთმა დაიწყო უკრაინის დაბომბვა. და ბოლო 150 დღე არის ძალიან ხშირად თითქმის შეიძლება ითქვას, რომ 70-75% ამ 150 დღიდან რუსთაველზე მაქვს გატარებული. და რომ გადავთვალე ჩემი ცხოვრების 35 წლის ვარ დღეს, 21 წელი ვაპროტესტე. და ეს არის როგორც იყო. არავინ არ წუწუნებს, გავიარეთ, რაღაც გვაძლიერებს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ალტერნატიული რეალობაც შეიძლება ყოფილიყო განსაკუთრებით სტარტაპების მიმართულებით, თუ Faberi დაიწყებოდა ევროკავშირში. ევროკავშირის მოსახლეობა ახლა არის დაახლოებით 450 მილიონი ადამიანი. საქართველოს მოსახლეობა არის დაახლოებით 3.7 მილიონი ადამიანი. მსყიდველობითი უნარი არის რადიკალურად განსხვავებული. ჩვენ საქართველოში ყავს 300,000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი. ჩვენ რო ყოფილიყავით ევროკავშირში და ეს წარმატება ამ წარმატებისთვის მიგვეღწია იმ ბაზარზე, რა ბაზარზეც, რაც საქართველოში მივაღწიეთ, ჩვენ გვეყოლებოდა 36 მილიონი მომხმარებელი. ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონი დოლარი. საქართველოს ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი. ევროკავშირის ეკონომიკა 700 ჯერ უფრო დიდი არის, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. მაგალითად მეორე სტარტაპი, რომელიც ჩემ პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ. იქ ის სულ 2 წლის არის და იქ ჩვენი მომხმარებლები არიან საქართველოს ტოპ 100 კომპანია, რაც კარგია, ძალიან გვიხარია, მაგრამ ეს რომ ევროკავშირში მოხდარიყო, ჩვენი კლიენტები იქნებოდნენ Mercedes, Porsche, BNP Paribas და ასე შემდეგ. და კიდე კარგად რომ შევხედოთ, რამდენად პატარა ვართ და რამდენად გჭირდება ჩვენ რომ ვიყოთ ამ დიდი ოჯახის ნაწილი, ყველამ ვიცით ბრენდები Zara, Pull&Bear და ასე შემდეგ. ეს არის Inditex ჯგუფი. Inditex ჯგუფის შემოსავლები უფრო დიდია ვიდრე საქართველოს ეკონომიკა.
მხოლოდ ერთი კომპანიის შემოსავლები უფრო დიდია ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. ეს არის როგორი შეიძლება ყოფილიყო და ბოლოს ალბათ როგორი გვინდა რომ იყოს ახალგაზრდებისთვის საქართველო. მე ნამდვილად არ მინდა რომ ახალმა თაობამ დაიწყოს რაღაცა ბაღში, სამოქალაქოებში, მერე გააგრძელოს რაღაც რუსეთის თავდასხმებში და ყველა მისი ცდელობა თუ იქნება წარმატებულიც, მაინც დარჩეს პატარა. ხო? მე მინდა რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ძალიან დიდი პოტენციალი, იმიტომ რომ ყავს უნიჭიერესი ახალგაზრდები, მაგრამ სულ რომ ჰქონდეს ოლიმპიური მოცურავის უნარები, 3 მეტრიან ბასეინში ვერაფერს გააკეთებ. დიდი მადლობა.